თვითონ თუ იკმარებენ, მე არ ვიცი და ახლა საკმარისი ნამდვილად არ არის. შურო, ახლა ისეთი პერიოდია, რომ 280 კი არა, 1000 ლარები და 5000-ები არ აყოფნით იმ დამპალთავრობასა და ჩვენ რას გვეყოფა ეგ. ასე ეხმაურებიან საქსტატის მონაცემებს საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით რიგითი მოქალაქეები, რომლის მიხედვითაც საქართველოში საარსებო მინიმუმი 1 წლის განმავლობაში მხოლოდ 26 ლარით, ერთ თვეში კი 5 ლარითა და 90 თეთრით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად 2025 წლის ნოემბერში შრომის უნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 288 ლარი და 40 თეთრი იყო. მაშინ როცა 2024 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 262 ლარს და 40 თეთრს შეადგენდა. 2024 წლის ოქტომბერში კი 282 ლარს და 50 თეთრს. რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს 2025 წლის ნოემბერში 255 ლარით და 40 თეთრით განისაზღვრა. ეკონომისტების განმარტებით თუ საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტებით დაითვლება, გამოვა რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ხარიბ-ხატაკებს მიეკუთვნება. მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობენ რიგითი მოქალაქეები. საინტერესო იქნება, ვინც ამას ადგენს, იმას თუ ეყოფა თვითონ. 250 ნამდვილად. ნუ რაც არის 288, თუნდაც 300 და თუნდაც 350. არსებობისთვისაც კი ამ ფონზე რაც გვაქვს ქვეყანაში საშინელება არ არსებობს ადამიანს ერთადერთი შეიძლება შიმშილის გრძნობა მოიკლას და იქ დამთავრებულია სხვა ყველაფერი. არ არის შვილო, არ არის, მაგრამ რას ვიზამთავა? შვიდობას მიყურებდი, ეგ არის მშვიდობა, ჩემთვის სხვა არაფერი. მერტყვა მშვიდობა. საწყარ ხალხისთვის არავინ არ არის შვილო, არც არავინ ყოფილი, არც არავინ იქ. 350 ლარი მაქვს პენსია და ის არ მყოფნის. აი ახლა ფიაქში ვიყავი და მეუღლის წამლებზე 200 ლარი გადავიხადე. როგორ გვეყოფ? აი მხოლოდ საკვებისთვის რო გქონდეს რამდენი ლარია საჭირო? ნუ სულადობას გააჩნია. წამლებზე რომ არ მეხარჯებოდეს ჩვენი პენსია მე და ჩემს მეუღლეს გვეყოფა. მაგრამ წამლებზე ბევრი მეხარჯება ძალიან. ყველაფერი ძვირია, აი ნახეთ ეხლა ვალაგებს ჩანთას. იმ ხელაფასებია, მით უმეტეს ეხლა საახალწლოდ ყველაფერი. არანაირად არ არის საკმარისი. ძალიან გაჭირვებაშია ხალხი. უკიდურესად. რამდენი ლარია საჭირო რომ ადამიანმა იარსების აღოს? აი ეხლა შევედი აფთიაქში წამალი მინდოდა და არც არის ორიგინალში 10 ტაბლეტში გადავიხადე 13 ლარი და სჭირდება თვეში 60 ტაბლეტი. მარტო ეგ ხო არა დანარჩენები ქრონიკულად დაავადებულ ამანტოფია ჩემი მეუღლე. თვითონ თუ იკმარებენ, მე არ ვიცი და ახლა საკმარისი ნამდვილად არ არის. ფასები ყველაფერზე გაზრდილი არის და რა ვიცი. მე მაგალითად არ მეყოფა ეგ თანხა. აი და დენი ლარია რას მხოლოდ ეკონომიკას სიცოცხლეების აუცილებელი საჭირო. მინიმუმ 1000 ლარი მაინც უნდა კონდეს, რომ ელემენტარული რაღაცა იყიდო. აი ხალხი ვერ გეტყვი, მაგრამ გავიდა ყველაფერია, მაგით. ათასფუძე ნაკლები არ უნდა ქონდეს. ხელბადება ერთი 1500. ცნობისთვის საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომის უნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომის უნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.